30 წუთია საქართველოში თქვენ უყურებთ იმედის დღეს. მე დანიკო ვარ ხაზარაძე. მე ნიკოლოზ სულუკიძე გახლავარ. მე კი თორნიკე ვარ კვერენ ჩხილაძე. დღეს თქვენ იმედის დღეში ნახავთ. უჩინარი ეპიდემია. როგორ დავრჩეთ ცოცხლები თუ მჯდომარე ცხოვრების წესი გვაქვს? ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა ნაადრევ ინსულტს, გულის დაავადებებს და დიაბეტს იწვევს. როგორია ფიზიკური აქტივობის სამოქალაქო გეგმა საქართველოში? მოზარდების 80% დროის უმეტეს ნაწილს ეკრანის წინ ატარებს. როგორ ჩამოუყალიბოთ ბავშვებს ჯანსაღი ცხოვრების წესი და რა ასაკიდან შეიძლება პატარების სპორტზე შეყვანა? სურვაზე შეყვანა ბავშვის შესაძლებელია 4 წლიდან. შეიძლება 3 წლიდან, 3.5 წლიდან. მრავალხრივ არიან ფიზიკურად განვითარებული, არიან მოქნილები, აქვთ სწრაფი აზროვნების უნარი. სპორტი და სპორტის ფსიქოლოგია რუბრიკაში წესები მშობლებისთვის. ეს იყო ჩვენი გადაცემის მთავარი თემები. არანაკლებ საინტერესო თემები გელოდებათ. კიდევ სისუსტე კიდურებში, ასიმეტრიული სახე, მეტყველების დარღვევა, ეს არის ინსულტის 3 ნიშანი, რომელთა დამახსოვრებითაც შესაძლოა სხვისი სიცოცხლე გადავარჩინოთ. ნიუ ჰოსპიტალის სოციალური კამპანია. დღეს საღამოს ცნობილ ქართველ მომღერალს თემურ ქევხიშვილს ვარსკვლავს გაუხსნიან პირდაპირ ჩართვა რუსთაველის თეატრიდან. ხინავი ლომები, ხარები და დრაკონები, გიშტრის კარიბჭე. ვის ეკუთვნოდა და რას მოგვითხრობს ბაბილონის დროინდელი კონსტრუქცია? სიუჟეტი ბერლინიდან. საუკუნეების გასვლასთან ერთად ადამიანი ნელ-ნელა მოწყდა მიწას და მიწასთან შრომა ჩაანაცვლა ინტელექტუალურმა და გონებრივმა შრომამ. 100 ჯერ შემცირდა ბოლო საუკუნეების განმავლობაში თურმე ადამიანის ფიზიკური აქტიურობა და აქტივობა. ეს კი ძალიან ცუდია, რადგან ბევრ ცუდ შედეგს იწვევს. ერთი ცუდი შედეგი შემიძლია მაგალითად გითხრათ, ეს არის სიკვდილი. საქმე ისაა, რომ ბოლო 10 წლეულების განმავლობაში გართობაც კი გახდა მჯდომარე, მაგალითად კომპიუტერის თამაში, ტელევიზორის ყურება, მუსიკის მოსმენა და ასე შემდეგ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ შეიმუშავა სპეციალური პროგრამა, რომელიც გათვლილია 2018-30 წლებზე და მიზანი არის ის, რომ ადამიანი გახდეს უფრო აქტიური და უფრო ნაკლებად იყოს რისკის ქვეშ. ინფარქტის, ინსულტის. ეს პროგრამა გათვლილია 2018-30 წლებზე აქტიური ადამიანები ჯანმრთელ სამყაროში. ეს არის ერთგვარი სლოგანი ამ კამპანიის. როგორც ცნობილია, არაგადამდები დაავადებები არის ყველაზე გავრცელებული მკვლელი მსოფლიოში. არაგადამდებ დაავადებებს კი იწვევს არაჯანსაღი საკვები, ფიზიკური აქტიურობის ნაკლებობა და თამბაქოს მოხმარება. როგორც გაირკვა თურმე თუ ამ სამ ფაქტორს გამოვრიცხავთ, ცუდ ფაქტორს, გულის დაავადებების ნაადრევი განვითარება შემცირდება 80%-ით, ნაადრევი ინსულტის შემცირდება 80%-ით, მეორე ტიპის დიაბეტის რისკსაც შევამცირებთ 80%-ით და სიმსივნის რისკი შემცირდება 40%-ით. ასევე საინტერესოა ისიც, რომ სოფლიოში თურმე გაეროს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მინიმალურ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს 30%-ის დასრულების შემთხვევაში და მოზარდების შემთხვევაში 81%. ანუ ისინი საერთოდ არ აქტიურობენ, ან ძალიან ცოტას აქტიურობენ. ზოგიერთ ქვეყანაში კი საერთოდ 80%-ია მთლიანად მოსახლეობაში უმოძრაობა და უძრაობა. ისინი არაფერს არ აკეთებენ, საბოლოო ჯამში არაფრის კეთება და მიწასთან დაშორება იწვევს იმას, რომ მიწას უახლოვდებით, ოღონდ უახლოვდებით უკვე სხვანაირად. როგორც თორნიკემ აღნიშნა, მსოფლიო ორგანიზაციამ შეიმუშავა 13 წლიანი სამოქმედო გეგმა და ამ გეგმის განხორციელების შედეგად მთელი 15-20%-ით გაიზრდება აქტივობა, რაც დაგვაშორებს თორნიკეს მიერ დაახლოებულ მიწასთან და ბევრად უფრო საინტერესო და ენერგიული იქნება ჩვენი ცხოვრება. ამ ყველაფერში ასაკურველია პირველ რიგში სახელმწიფომ უნდა მიიღოს ზომები, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო კორპუსის აქტიურობაც. ნამდვილად ნიკოლოზ გეთანხმები შენს და თორნიკეს, უბრალოდ მაყურებელს ვეთქვი თუ რაზეა საუბარი. მე მგონი კარგი იქნება, რომ შედარებით დაბალი და ხელმისაწვდომი ფასები იყოს ჯანსაღ საკვებზე, ასევე კარგი იქნება თუ სისტემაში ინტეგრირებული იქნება განათლება ჯანსაღი კვებისა და ცხოვრების შესახებ. არ იქნება ცუდი თუ ჩვენ ვუბიძგებთ და წავახალისებთ მოზარდებს და ჩვენ თავსაც რომ მეტად ვიაროთ ფეხით, არ ვისარგებლოთ ლიფტით, ასევე
რამდენიმე ქუჩაზე თუ შევზღუდავთ მანქანების გადაადგილებას, ვფიქრობ ეს იქნება გადასარევი. მაგალითად არსებობს რამდენიმე ქვეყანა მსოფლიოში, სადაც შაბათ-კვირას მთლიანად იზღუდება მანქანებით მოძრაობა. ეს პირდაპირ იმას ნიშნავს, რომ ადამიანები დადიან ფეხით. ალბათ მიზეზები არ დაილევა და მაგალითები ჩვენ ამაზე დღეს აუცილებლად კიდევ ვისაუბრებთ. ახლა კი მინდა ჩვენი სტუმრები დავპატიჟო სტუდიაში, ერთ-ერთი სტუმარი, რომელიც ახლად შემოვა ჩვენთან. მას მსოფლიოს არაერთი მეტსახელი აქვს: ადამიანი დელფინი, დარდანელის გმირი, წყლის პრომეთე, ჰენრი კუპრაშვილი. როგორც ყველას გვახსოვს, მან კაცობრიობის ისტორიაში პირველად ქართული სამხედრო საწვრთნელი წესით, ანუ 4-გან ხელფეხ შეკრული კოლხური დარდანელის სრუტე ევროპიდან აზიაში 12 კილომეტრი 3 საათსა და 15 წუთში გადასურა. 67 წლის ასაკში მან დაიწყო სირბილი და დღეში დარბის 10 კილომეტრს, ცურავს 2 კილომეტრს. სხვადასხვა ის არის პროფესიით მოცურავე, არ არის მოცურავე, ის არის ისტორიკოსი, ჟურნალისტი და პოლიტოლოგი. ბატონ ჰენრისთან ერთად ჩვენთან სტუდიაში შემობრძანდება ქალბატონი ეკა ლომიძე, რომელიც გახლავთ ფიზიკური აქტივობის საკომუნიკაციო პროგრამების PR მენეჯერი, არასამთავრობო ორგანიზაცია ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდის წარმომადგენელი. ძალიან დიდი მადლობა, რომ იღებთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობას. მოგზანდით. მოგესალმებით. მადლობა, რომ მონაწილეობთ გადაცემაში. და როგორც ჩქარი ნაბიჯებით შემოვიდნენ, ხედავ, ესე იგი აქტიურობა და მოძრაობა არის აუცილებელი. 6-8 საათის განმავლობაში, მოგესალმებით კიდევ. თუ 6-8 საათის განმავლობაში ადამიანი ზის და ეწევა ცხოვრების მჯდომარე წესს, ეს ძალიან ცუდია? რა შეიძლება მოხდეს? ყოველ შემთხვევაში ვერ გავექცევით მაგასაც, ხო? იმიტომ რომ ისეთ სამსახურებია, ისეთი რაღაცა არის, რომ იწევს ჯდომა, გააჩნია კიდე პროფესიებს. მაგრამ გამოსავალი არის ის, რომ აუცილებლად უნდა ივარჯიშო და იმოძრაო. ეხლა მე ჩემი მაგალითიდან გეტყვით, ერთ დროს მეც თანამდებობები მეკავა დიდი და პრეზიდენტის აპარატში თემაში ვიყავი და იმ დროს დავამყარე რეკორდები. როცა ყველაზე დატვირთული ქონდა. მაშინ თანაც ესე იგი არანორმირებული ის იყო სამუშაო, იმიტომ რომ პრეზიდენტი როდის დაგიძახებდა საღამოს 8 საათზე, 9 საათზე რა ინფორმაციო დაჭირდებოდა, უნდა ყოფილიყავი იქ. ანუ თქვენ სპორტული ტანისამოსი სულ თან ქონდათ და მზად იყავით ნებისმიერ წუთას? 9 საათამდე ვასწრებდი ვარჯიშს. დილით და დღესაც ასე ვარ. იმიტომ რომ ეხლა საღამოს შუა დღეს თქვენ იცით რა, ისეთი ცხოვრების ტემპია, ისეთი ის არის რომ გამორიცხულია ხან რა შეგიშლის. რომელსაც იღვიძებთ უგასაო შეგაძღვები. 6-9-ზე 6-ზე ყველა ვარ და ასწრებთ 10 კილომეტრის სირბილი, 2 კილომეტრის სურვა. 12 კილომეტრი ვირბინი ამ დილას. ეს ბაზიდან დაიწყო. არა, ასაკიდან ვარჯიში საერთო. არა, პირველად მტკვრის სანაპიროზე რესტორანი არაგივრა იყო ადრე კუპალნიას ეძახდნენ საბჭოთა პერიოდში, იქ იყო დიდი აუზი და ის არც თვებოდა მტკვრის წყლით იყო. მე აშენდა გვერდით ლაგუნავერე. იქ დავიწყე სიარული პირველად, თქვათ აი ამაზე ცურვაზე, სკოლის პერიოდში, არ ვიცი, მე 6 კლასში. არა, ესეთი აქტიური ფეხით სიარული. განსაკუთრებით ეს უფრო გვიან დავიწყე. თვითონ სირბილი მაგალითად 67 წელს და 67 წელს. მაგრამ ბატონო ჰენრი, მოდი დაუბრუნდეთ ცოტა ხნით წარსულს. თქვენ არაერთხელ გითქვამთ, რომ ახლა უფრო ჯანმრთელი ბრძანდები და ახლა უფრო ცხოვრობ ჯანმრთელი ცხოვრების წესით, ვიდრე მანამდე. თქვენ ცხოვრებაში ძალიან მძიმე პერიოდი იყო, რომელმაც დაგაფიქრათ, მოხდა გადაფასება და უკვე სხვანაირად შეუდექით ცხოვრებას, ხო? კი, ის არის, თქვათ აი CNN-ზე პირველი ის ინტერვიუ როდესაც მაქვს, დრო უყურებ იმ სურათს, იქ ვარ ბებერი რა. 46 წლისა ვარ იქ. და ვარ ბებერი და შემდეგ უკვე CNN-ზე მე 4-ჯერ მქონდა ინტერვიუ და სულ უფრო და უფრო ახალგაზრდა ვარ, რა ვიცი და აღნიშნავენ კიდე. CNN-ის ტექნიკური ზრდის წყალობა ხო არ არის თქვენი ვარჯიში? არა, უბრალოდ არა, ვარჯიში, იმიტომ რომ პირველი თქვათ აი CNN-ზე ეს იყო პირველი ლაგუნავერეზე რო განხორციელდა აი მხედრული კოლხურით გაცურვა პირველი ისა და მაშინ ფაქტიურად მაშინ დავიწყე ყველაზე აქტიური ისა 56 წლიდან სადღაც და იმის შემდეგ უკვე განსაკუთრებით აი მხედრული კოლხური აი ხერხემალს რომ ავარჯიშებს ძალიან დანიკობრო ისწავლა სტუდიაში ხო ვასწავლე თეორიულად კარგად ვიცი უკვე მე კიდე ვართ ისა მოლაპარაკების იმაში რომ ბოლომდე უნდა დაეუფლოს და ჩვენ მაშინ შევთანხმდით ყინულჭრილშიც უნდა შენ 67-დან უნდა დაიწყო მე უკვე ვარ 67-ის ბატონო ჰენრი ეს თქვენი ახალი გატაცებაა ყინულის ჭრილში ჩასვლა თქვენ არაერთ ტურნირზე იყავით აი ახლა მარტში სოფლიო ჩემპიონატზე ვიყავი
ბატერფლაიში ბრინჯაოს медаლი საქართველოსთვის ცხადი ეს ფანტასტიკური შედეგია. აი ხა ხედავთ კადრში ჩვენ. შემდეგ იმაში ეს ბატერფლაით და კროლით 100 მეტრზე მე-4 ადგილი, 50 მეტრზე მე-4 ადგილი და მე-7 ადგილი კიდევ ერთ მასში. და იქ ჩემპიონი გახდა 15 გზის მსოფლიო ჩემპიონი ვიაჩესლავ ტიხონოვი. რამდენი წლის არის ვიაჩესლავ ტიხონოვი? არის ჩვენ ერთ ასაკობრივში ვარ, ჩემი ზუსტად ჩემი ტოლია. მაგრამ ანუ რამდენის ვერ ვათქვევინეთ. ეხლა ჩუბად გეტყვით, კარგი. 72-ის ხდები ეხლა რა. ხოდა ყოველ შემთხვევაში გეფიცებით რა, აი სტარტზე, იმიტომ რომ პირველი სტარტი იყო თან გზავრობა რიგის გავლით ტალინში ჩასვლა და მეორე დილის 9 საათზე პირდაპირ სტარტზე გავიყვანეს და აი სტარტი დავაგვიანე რა 40 ბატერფლაიზე. შეფერხდ იმასე და მესამე იმიტომ დავიკავე რა, იმიტომ რომ ეხლა რო უყურებ ვიდეო ჩანაწერს არა, აი რაღაც ისე დასანან იმაში დავკარგი ოქრო რა. წინ გაქვთ ყველაფერი ბატონო ჰენრი, ბევრი ტურნირი ჯერ კიდევ. დიახ. ჩანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მინიმალური მოთხოვნა რა არის? ბატონმა ჰენრიმ რაც ისაუბრა, ეს არის მაქსიმუმზე მაქსიმუმი. თან ერთეულები აი რა შეიძლება გააკეთოს ადამიანი, რომელიც ზის 6-8 საათი კომპიუტერთან და რა შეგაწყვეტინებთ, ყოველ ერთ საათში შეგიძლიათ ადგეთ და 10-15 წუთის განმავლობაში გააკეთოთ ელემენტარული ვარჯიშები. აი, თუნდაც ყველას გვაქვს ტელეფონი, ყურსასმენები, ვიცეკოთ. ვიცეკოთ. მე მგონი არ ვიქნებით კარგი სანახავი, მაგრამ მთელი ჩემი სამსახური რო გამოვიდეს. ქრონიკის წამყვანი. საათში ერთხელ ადგეს და იცეკოს, შეიძლება აქ სხვა ჩარევა დაჭირდეს მე. არ იქნება. საქმე იცით რაში არის? ჩვენ გვაქვს ცნობიერებაში გამჯდარი რაღაც წესი, რომელიც ანგრევს ჩვენს ჯანმრთელობას, რომელიც ანგრევს ჩვენს ცხოვრებას, რომელსაც სამწუხაროდ ჯანსაღი ცხოვრება არ გვქვია, იმიტომ რომ ვეწევით ფაქტობრივად ყოველმხრივ დარღვევებით ცხოვრებას. და თუ ჩვენ შევიცვლით აზროვნებას ამ მიმართულებით, რომ აუცილებელია შენთვის ადგე იმოძრავ, იმიტომ რომ სხვანაირად ძალიან მარტივად შეიძლება თქვა დაჟანგდები და მოგედება ძალიან ბევრი აღარ მაშინ არავის აღარ გაეცინება, არავისთვის არ იქნება ეს რაღაც ფსიქიატრიული პაციენტის დონეზე აღსაქმელი, რომ შენ დგები, პირიქით, ეს ახალისებს ადამიანებს. ყოველ ერთ საათში ერთხელ არის ძალიან რთული. გაიარეთ. იცეკვებთ, ეხლა ეს არ არის სავალდებულო, რომ მაინც ოფისში იცეკო, ხო? ან ესეთი რაღაც სერიოზული ვარჯიშები შეასრულოთ. გაიარეთ დაჯექით ადექით, ფეხის წვერებზე აიწიეთ, ეს სამუშაო პროცესში და იცით როგორი მომენტი, აი შაბათ კვირას ნუ დაუთმობთ ისევ მჯდომარე წესს. არ იფიქროთ, რომ ჰამაკში ჩაწოლა უფრო სასარგებლოა, ვიდრე 2 კილომეტრის გავლა. არ არის ხუმრო. თუმცა მე პირადად ჰამაკში წამოწოლა მირჩევნია შემოწმება. პირადად თქვენ როგორ იქცევით? პირადად მე ვიქცევი, სხვათა შორის როგორც ბატონი ჰენრი, მეც დილის 6-ის ნახევარზე ვდგები. მე მყავს ორი ძალიან ისეთი აქტიური ძაღლი, რომელსაც ჩემს გადამჩენელს ვუწოდებ. უბრალოდ მანამდე გამოჩნდა ძაღლი ჩემს ცხოვრებაში, რომელიც ფაქტობრივად ჩემი ჯანმრთელობა გადაარჩინა. აი, სწორედ ამ იძულებული იყო რომ ესე და შეცვალა ჩემი ცხოვრების წესი. მე მინდა არ მინდა, ყველა შემთხვევაში ეს ძაღლიანები კარგად გამიგებენ. ხო, უნდა ავდგე, ის უნდა გავასეირნო და მე უკვე მოვასწრო მთელი დღე, ხო? შესაბამისად, ეხლა როცა ამბობდა ბატონი ჰენრი, რომ მან დღეს გაირბინა 12 კილომეტრი, მე არ გამირბენია 12 კილომეტრი, მაგრამ მე დღეს გავიარე 10 კილომეტრი ჩემს ძაღლებთან ერთად და საღამოს კიდე გავივლი დაახლოებით 6 კილომეტრს. იმიტომ რომ საღამოს ხო მარშრუტი ცოტა ისეთი. შეიძლება ძაღლები დაიღალოთ. არა, ძაღლები არ იღლებიან. იცით რისი თქვა მინდა? ნახეთ როგორი სიტუაცია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არ გეუბნება რომ მაინც და მაინც დაკავდი სპორტული აქტივობებით დარბაზებში. ხო, აი რამე გააკეთე. აი შეიძლება თქვენს რომელიმე ახლობეს თუ თვითონ არა აქვს რაღაც პატარა ესეთი ბაღი, რომელსაც ყოველდღიურად, ყოველკვირეულად ჭირდება მოვლა, ხო, წადი, მიეხმარე. ან თვითონ გააკეთე რაღაც. აი ჩვენ სამწუხაროდ იმის კულტურაც არ გვაქვს, რომ არ გვაქვს კარგი ეზოები თბილისში, ხო?
ეზო კი რა ხიარ დაგვიტოვეს რომ ის ნიკოლოზ ერთ რამეს მივხვდი ჩვენი დამსახურებაც არის აი ეს თვისებები რო გქონდეს რომ გვინდოდეს რაღაცის გაკეთება გვინდოდეს მეტი აქტივობა მე მგონია რომ სხვა რეალობას აბსოლუტურად ანუ თავარია სურვილი როგორც მივხვდი ჩვენ ხელს არ შეგუშლის არაფერი თუ გვაქვს სურვილი რომ ფიზიკურად ვიყოთ აქტივობები ახლა მე ყველას მინდა გაგაცნოთ ფოკუს კვლევა ზრდასრული ადამიანები ასეთ პასუხებს ცემენ ერთ-ერთმა პასუხმა მე ცოტა შემაშფოთა ახლა ყურადღებით მისმინეთ რა უშლის ხელს მოკლედ ადამიანებს რომ ისინი ფიზიკურად იყვნენ აქტიურები პირველი უხერხულობა და სირცხვილის გრძნობა ქუჩაში სირბილისა ან სხვა მსგავსი აქტივობისას მეორე დროის უკმარისობა ამაზე მივხვდით რომ არ უნდა ვიფიქროთ იმიტომ რომ ნებისმიერ დროს შეგვიძლია ვარჯიში მერე სიზარმაცე და მონდომების ნაკლებობა ცუდი ამინდის სეზონი გადაღლილობა ოჯახური საქმეებით ან ფიზიკური სამუშაოთი და ბოლოს რაც ჩემთვის ყველაზე მეტად დამაფიქრებელია ქალებში მეუღლის მიერ აკრძალვა ქუჩაში სირბილის და ასე შემდეგ რაღაცების კეთების ბატონო ჰენრი მე მინდა რომ თქვენ მიმართოთ ახლა ამ ქალების მეუღლეებს ვისაც უნდათ ვარჯიში და ქმრები შეიძლება არ უგრძალავენ ან უბრალოდ არ სიამოვნებთ რომ მათ მეუღლები ქუჩაში არიან უბრალოდ აი დაუჯერებელი ფაქტია რომ ასეთი რამე დღეს შეიძლება თუმცა აი ფოკუს კვლევა მიჭირავს ხელში მე აი მაინც ძველი თაობა ვარ ხო თაობაში არ იყო თქვა პოპულარული ახლა აი ქუჩაში სირბილი და რაღაც ხო მაგრამ დღეს ახლა საქართველოში ეს დაძლეულია უკვე იმიტომ რომ აი სოფლიო რბენა ხო მიცით არა დავიწყეთ 2000 კაციდან და 7000 კაცი იყო წელს უკვე ხო როგორი პოპულარულია და თანაც იგივე ისის თვა გინდა კუს თვა გინდა უკვე გამოდის ხალხი გეტყვით კახეთში ლოპოტაში როცა პირველ 2014 წელს პირველი გარბენი რომ იყო იქ ეს სოფელში ხო ისხდა ეს სქედან ისინი და ბებერს რაღაც ამას რაღა არ ბენინებს და რაღაცა მაგრამ წელს უკვე ტაშის სპრით ხვდებიან უკვე ხო მათ მენტალობაშიც მოხდა გარდატეხა ეგ კი არა თბილისის მარათონზე რო გამოდიოდი იქ ვიღაცამ რაღაც მომაძახა ისა და მოუტრიალდი და მე საკმაოდ ხო უპასუხე ბოლომდე რა რაც ის იყო იმიტომ რომ ეხლა დარწმუნებულია ის მოხდება მენტალური ის მაგრამ მე მაინც მგონია რა აი გამოგითხვები კი არა მე პირადად არ მინდა ექიმი და წამალი აი უბრალოდ ვერ წარმოვიდგენი არ მინდა და არც მჭირდება და არც მაგ ამიტომ ვაკეთებ ყველაფერს რომ ეს არ ექიმი არ დამჭირდეს და წამალი და მე არ უნდა დანებდე თქვათ იმ სიკვდილს არ უნდა დანებდე იმ ავადმყოფობას ხო გაინძერი რა და გირჩევთ დილის 6-დან 9-მდე მოასწარით სანამ სამსახური დაგეწყებათ სანამ ლექციები დაგეწყებათ სანამ რაღაც იმიტომ რომ დღის განმავლობაში ვეღარ მოახერხებ იმდენი საქმეა იმდენი რაღაც გამოჩნდება ერთხელ გაგიცდება მეორედ გაგიცდება ამიტომ დილას მოიცილე ესა და მე თუ გინდა 8 საათი იჯექი კომპიუტერთან ძალიან მოკლედ ვთქვათ გასაგებია ჯანდაცვის სოფლიო ორგანიზაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ჩვენ საქართველოს თუ გვაქვს ამის გავსი ეთით როგორი სიტუაცია მას შემდეგ რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო რეკომენდაციები ჯანმრთელობის სოფლიო ორგანიზაციისგან და ეს რეკომენდაციები გამომდინარეობდა იქიდან რომ ჩვენ ძალიან სერიოზული პრობლემა გვაქვს საქართველოს სამწუხაროდ აი სიმსუქნისკენ მიდრეკილი მოსახლეობის ხრივ აი ქვეყნები აი ექსეულშია ფაქტობრივად და ეს განსაკუთრებით შესამჩნევია მოზარდებში რაც ძალიან სერიოზულ პრობლემას ქმნის და ერთ-ერთი გამომწვევი აი ამ პრობლემის თავის მხრივ არის ფიზიკური აქტივობის უქონლობა. აი უკვე ამ მიზეზებიდან გამომდინარე მიეცა რეკომენდაცია რომ ამ მხრივ სერიოზული მუშაობა უნდა დაწყებულიყო. მე რამდენადაც ვიცი არის იგივე სპორტის სამინისტროში, განათლების სამინისტროსაც დაწყებული აქვს ამ მხრივ მოძრაობა, იმიტომ რომ ძალიან რთული მდგომარეობა იყო სკოლებში ფიზიკულტურის განვითარებები ფაქტობრივად პრობლემა სკოლებში არის იყო და არის სამწუხაროდ ამასაც იცით რა უშველის ცნობიერების შეცვლა და ცნობიერების შეცვლაში მედიამ უმნიშვნელოვანესი ფუნქცია უნდა იმუშაოს, თუმცა ხელისუფლების მხრიდან მე ამ შემთხვევაში როგორც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი ვიტყვი, რომ საჭირო რაც შეიძლება დიდი რესურსის ჩადება იმისთვის, რომ რაც შეიძლება ბევრი აქტივობა იყოს, იმიტომ რომ ძალიან მოკლედ დროში ვარ. ეხლა აი საზღვრის პირა კონფლიქტის ზემონიქოზი რომ არის, იქ მაია აზარაშვილის ფედერაცია როა სპორტი ყველასათვის. იქ ვიყავით და სკოლის პატარა ბავშვებისათვის იქ ჩავატარეთ რაღაცა შეჯიბრებები, კლდეზოცვა, რაღაცეები ისეთი ისა და ძალიან ისეთი, მაგრამ იმასაც ხო
ყოველ შემთხვევაში ეს არის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს იმასაც აქტიურობასაც იმ თვალსაზრისით იმ სკოლებში მივიდეთ გავაკეთოთ. კი ბატონო, და სწორედ ამ კუთხით იქნება ჩვენი შემდეგი ნაწილი, სწორედ სკოლაში ფიზიკური აღზრდის გაკვეთილებზე ვისაუბრებთ. თიკაწერეთელის რუბრიკა ერთი ამბავი მინდა მოვყე ივიკო საყვარელიძეს გამოუწერა ექიმა, რომ ფეხით იარეო და მეორე დღეს ურეკავს ექიმი, რომ რა შევვითო ბატონო, აი გორში შევდივარ უკეო, დაიწყო მან ფეხით იარული. მოკლედ, რეკლამის შემდეგ თიკაწერეთელთან ერთად გიბრუნდებით, დაგველოდეთ. მოზარდების 80% დროის უმეტეს ნაწილს ეკრანის წინ ატარებს. როგორ ჩამოუყალიბოთ ბავშვებს ჯანსაღი ცხოვრების წესი და რა ასაკიდან შეიძლება პატარების სპორტზე შეყვანა? ცურვაზე შეყვანა ბავშვის შესაძლებელია 4 წლიდან. შეიძლება 3 წლიდან, 3.5 წლიდან. მრავალხრივ არიან ფიზიკურად განვითარებული, არიან მოქნილები, აქვთ სწრაფი აზროვნების უნარი. სპორტი და სპორტის ფსიქოლოგია რუბრიკაში წესები მშობლებისთვის. იმედის დღის ეთერში რუბრიკა წესები მშობლებისთვის მე თიკაწერეთელი გახლავართ და დღეს ჩვენ ვიქნებით განსაკუთრებით ენერგიულები და სპორტულები, რადგანაც უნდა ვისაუბროთ სპორტზე, სპორტის ფსიქოლოგიაზე და იმაზე თუ რა სარგებლობა მოაქვს სპორტს, რა ასაკში შეიძლება ბავშვის სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეყვანა და ასევე ბოლო დროს ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ სპორტი ძალიან სასარგებლოა, რადგან ის შემდეგ ბავშვები არიან უფრო მოტივირებულები, უფრო სხარტები, უფრო ენერგიულები სწავლაც კი უფრო მეტად მოსწონთ და უყვართ და სწორედ ამიტომ დღეს ჩვენ მოვიყვანეთ სტუმრად სტუდიაში ბავშვები, რომლებიც გატაცებულები არიან სპორტით. შაკო, შენ ხარ მორაგბე. აი, ამდენ რაღაცა ჩამოვთვალე, რომ ამბობენ, რომ მოტივირებულები ხდებიან ბავშვები, უკეთესად სწავლობენ, მე უფრო ჩქარა აზროვნებენ. შენ რა მოგცა რაგბმა? რაგბა პირველ რიგში მომცა რომ ის გუნდურობა, ასე რომ ვთქვათ, მეგობრობა მასწავლა რაგბმა. რაგბი საერთოდ ის სპორტი არის, გუნდური სპორტი არის და გასწავლის მეგობრობას და მეგობრების ბევრ მეგობარს გაიჩენ რაგბზე, ასე რომ ვთქვათ. გარდა მეგობრობის, აი, როდესაც თამაშობ რაგბს, ან იქიდან რომ მოდიხარ, რა ენერგიით ივსები რა? ძალიან დიდ სიამოვნებას ვიგებ, როდესაც რაგბს თამაშობ, მით უმეტეს თუ კარგად ვთამაშობ, თუ კარგ თამაშს ჩავატარებ. უსაზღრო ბედნიერება არის და თუ არ გამოვიდა კარგად თამაში, თუ არ გამოვიდა, შემდეგ ვცდილობ რომ უფრო გავაუმჯობესო შედეგი. აჰა, და აპირებს სპორტსმენობას მომავალში? კი. დაიმახსოვრეთ, ჩაკო იაშვილი შესაძლებელია სახელოვანი რაგბისტი იყოს. აქვე არის ჩვენი ჩემპიონი გოგონა გვყავს, თეკლა შარია. თეკლა, მოდი მოგვიყევი, შენ წყალში მხტომელი ხარ და სად აიღეს? რა ჯილდოები აიღე, მოგვიყევი და სად იყავი? მე ვიყავი ხორვატიაში წასული, ქალაქ ზადარში. და ჩამოვიტანე 2 მედალი, პირველი და მეორე ადგილი. და 3 მეტრი ტრამპლინიდან გამოდიოდა 15 ადამიანი და ავიღე პირველი ადგილი და 1 მეტრი ტრამპლინიდან გამოდიოდა 20 ადამიანი და ავიღე მეორე ადგილი. აჰა. ეხლა ძალიან მაინტერესებს, შენ ხარ როგორც ხედავ ძალიან დაკავებული, იმიტომ რომ უკვე პროფესიონალურად თამაში. დახტი ხარ წყალში თუ შეიძლება ასე ითქვას. რამდენად უთავსებს სწავლას ამ სპორტს? უფრო სწრაფად ვსწავლობ, ანუ მოგცა უფრო მეტი სისწრაფე ამ სპორტმა, იმიტომ რომ მე როგორც ვიცი, განსაკუთრებით სწრაფად აზროვნებაში ეხმარება. დიახ, რა თქმა უნდა, უფრო შედარებით კარგად ვსწავლობ, სწრაფად და ძალიან გამომადგა. არ გიშლის ხელს სპორტის სწავლაში, ძალიან კარგი. აქვე არიან დამწყები ტანმოვარჯიშეები, მარიამ, აბა შენ მოგვიყევი. რა მოგწონს ტანვარჯიშში? მე მომწონს ტანვარჯიშიდან მასწავლებლები, ილეთები, ვარჯიშები და ყველაფერი. საყვარელი ილეთებიც გექნება ალბათ, ხო? მარიამი თავის დაიკოსთან ერთად არის სოფოსთან ერთად მოსული და ისინი ხო ჩვენ თავიანთ საყვარელ ილეთებს შეგვისრულებენ, მობრძანდით. სოფო, შენ რომელი ილეთი მოგწონს ყველაზე მეტად ტანვარჯიშში? მე კალათა. აბა, ეხა გვაჩვენე როგორია კალათა, იმიტომ რომ მე არ ვიცი. აბა, მიდი შეგვისრულე რამე, კალათა როგორია? მოდი მარიამ. აჰა, ეს არის კალათა. ეხლა მოდი მარიამ, პატარა ილეთები, თქვენთვის საყვარელი რაც გინდათ, აქეთ მოდით თუ შეიძლება, თქვენთვის საყვარელი ილეთები შეგვისრულეთ და მე აქვე დაგემშვიდობებით. დაიწყეთ. სოფო, შენ შეგიძლია ჩაერთო და შეუერთდე შენს დაიკოს. ყოჩაღ, მარიამ, ყოჩაღ.
აი როგორები არიან თავიდან, ესეთი მოქნილები, ელასტიურები ხდებიან ბავშვები. ეს იყო ტანვარჯიშის ილეთები და მე ვიყავი სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლებთან და მათთან ავიღე ინტერვიუ და ვნახოთ რომელი სპორტის სახეობა რა პლუსებით გამოირჩევა და რომელ ასაკში შეიძლება ბავშვები შევიყვანოთ ამა თუ იმ სახეობაში. წყალშიხტომა არის კომპლექსური სპორტის სახეობა, რომელიც მოიცავს დარბაზში მომზადებას და ანვითარებს პატარობის ასაკიდანვე ვესტიბულარულ აპარატს, ორიენტაციას, მოქნილობას, საჭირო ფიზიკურ მომზადებას, აკრობატიულ მომზადებას და ბატუტზე ხტომას. ვარჩევ ცოტა ცელს, რისკიანს, რომელსაც აქ ეს თანდაყოლილი თვისებები 10 მეტრიდან ჩამოხტომად 2 წამით არ გრძელდება და ამიტომ სპორტსმენმა უნდა ჩქარა იფიქროს, ძალიან უცბად უნდა იფიქროს და ეს ანვითარებს სწრაფ აზროვნებას. წყალშიხტომაზე შეიძლება ბავშვები მიიყვანოთ 6 წლის ასაკიდან, როგორც გოგონები, ისე ბიჭები. წლიდან შეიძლება ბავშვების მიღება. ბევრი ნიუანსები აქვს, მაგალითად ერთ-ერთი არის სიმაღლეში ზრდა. მოიყვანეს ბავშვი, რომელსაც ჰქონდა ხერხემლის პრობლემა და რამდენად გასაკვირი არ უნდა იყოს, რამოდენიმე თვის შემდეგ შედეგი გამოიღო. არ ითხოვს ძალიან დიდ დატვირთვას რა. პირიქით, რაც უფრო სწორად ვარჯიშობს ბავშვი ამ სახეობაში, უფრო სწორად ვითარდება. სულვა სასარგებლოა ნერვული სისტემისათვის, კუნთოვანი სისტემისათვის, საყრდენ მამოძრავებელი სისტემისათვის. სულვაზე შეყვანა ბავშვის შესაძლებელია 4 წლიდან. სულვის შესწავლა შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში. ენუზე სრიალი აი 5 სახეობა შეიცავს, 6 სახეობას, ჰოკეის განვითარება, ახალგაზრდა ბიჭები, სინქრონული ციგურაობა, ფიგურული ციგურაობა, კეურლინგი, აქ შეიძლება 3 წლიდან, 3.5 წლიდან პატარებმა დაიწყონ ბავშვებს ბრონხენული ასთმა, თვალწუხები, ალერგიული, ხშირი გაციება, ენუზე სრიალი არის საწინდარი აი მომავალი თაობის ჰარმონიული განვითარებისთვის. მე მგონი რომ ყველა გოგონამ უნდა დაიწყოს ხატული ტანვარჯიში. სრულყოფილი საბალეტო მომზადება, ფიზიკური მომზადება, 2-3 რაღაცების კეთება და მუსიკის ხატვარი მოძრაობებში გამოხატული პროგრამაში შედის როგორც ცნობილია ბურთით, ვარჯიში, რგოლით, ლენტით, საფრთხნაოთი, გურზები და მუზილებიც მოდიან უკვე ცეკვებიდან, სხვადასხვა სახეობებიდან, რომ კიდევ მიიღონ რაღაც ხატული ტანვარჯიშიდან, რაც მათ შეიკოფნას გამდიდრებს. 5 წლიდან უკვე დადიან. რაგბი, ესე იგი, მე ესე ვიტყოდი კიდევ რომ ყველაზე უფრო დემოკრატიული სპორტია, სადაც შესაძლებლობა აქვს მონაწილეობა მიიღოს როგორც მაღალმა, დაბალმა, მძიმე წონოსანმა, გამხდარმა, სუსტმა, ძლიერმა, სწრაფმა, ნელმა. თუ ერთი კაცი წამოვარდა ამ შემადგენლობიდან და გუნდურობიდან, შეიძლება დაისაჯო რას ქვია, ესე იგი, თამაში წააგო. მაგრამ რაგბი არის ისეთი სპორტი, სადაც ამის გამო მოედანზევე შეუძლიათ რომ გაგამხნევონ შენი მეგობრები გვერდში გიდგანან და ყველანაირად ცდილობენ რომ აი იმ მძიმე წუთებმა, როდესაც შეცდომა მოგივიდა, დაივიწყო და შემდგომ შეიძლება შენი შესაძლებლობის მაქსიმალური პოტენციალი გამოავლინო. ამიტომ მე ვთვლი რომ რაგბი ერთ-ერთი ყველაზე უფრო გუნდური სპორტის სახეობაა, სადაც მარტო კაცი შედეგს ვერ მიაღწევს ვერანაირად. აი ასეთი შეიძლება იყოს სპორტის სხვადასხვა სახეობა. მე ძალიან დიდი ბოდიში მინდა მოვხატო სპორტის სხვა სახეობას, რომლებთანაც ფიზიკურად ვერ მივედი, ვერ ჩავწევდი უბრალოდ ამ სიუჟეტში. იმედი მაქვს, ოდესმე კიდე მივალ მათთანაც. აუცილებლად ყველგან მივალ. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ სპორტზე, სპორტის ფსიქოლოგიაზე და ჩვენი სტუმარი არის სპორტის პედაგოგი და სპორტული კომენტატორი ნიკა ჩალათაშვილი. მოგესალმებით, მადლობა რომ დამპატიჟეთ. კი ბატონო, იმდენ საინტერესო სიუჟეტი იყო. თიკა რომ მე მგონი პრობლემა თვითონ შეუძლია არჩევანი გააკეთონ, სად მიიყვანონ, რაზე ატარონ, რომ ბევრად
უფრო აქტიურები და უფრო ნამდვილად და ეს ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა შევარჩიოთ ალბათ ამაში ნიკა დაგვაკვალიანებს, მაგრამ ნიკა საქართველოს ჩატარებული კვლევის შედეგად გაირკვა, რომ მოზარდების 80% არ არის ჯანსაღი ცხოვრების, ანუ აქტიური ცხოვრებით დაკავებული, არ არის ჩართული არც სპორტულ აქტივობაში. შენ როგორც მოყვარულმა სპორტსმენმა, თუ შეგიძლია გითხრა, რას აძლევს სპორტი ადამიანს, ბავშვს მათი? მაქედან ცოტა სახალისო ისტორიით დავიწყებ, ჩვენთან გააკეთეს მოედანი, ჩვენ უბანში გააკეთეს ახალი მოედანი, აი რო იციან ხოლმე გააკეთება, წინასწარ არჩევნები. და ცოტა ხანში ეს ფარი კალათბურთის ფარი უკვე რა თქმა უნდა მოტეხეს და ყველაზე მაგარი ის არის რომ კარის ბადე ჩამოხსნეს და იქიდან ჰამაკი გააკეთეს და ეხლა იქ წვანა. მე რა ისტორიას ველოდებოდი თქვენგან. ეს არის ჩემი აზრით, ეს არის დიაგნოზი ჩვენი საზოგადოების და მისი მიდგომისა სპორტის მიმართ რა. სპორტი მხოლოდ სპორტსმენებისთვის თითქოს და ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანი რამე გვავიწყდება ხა გადაარდები და ეს დიაგნოზი კლავს. რა თქმა უნდა, ეს კლავს, ეს არ გვაძლიერებს. იმიტომ რომ სპორტი ფიზიკას თავი დავანებოთ, ხა რას გვაძლევს ჯანმრთელობას ახლა ეს ჩვენ უფრო პიროვნულ განვითარებას ველაპარაკობთ. სპორტი ეს არის ძალიან ესეთი ბავშვი, მოდი რახან ბავშვებზე არის ძირითადად აქცენტი. ბავშვი შეიძლება მშობელმა ისეთი თვისებები აღმოაჩინოს სპორტზე შეყვანის შემდეგ, რომელსაც თვითონ ვერ აღმოაჩენდა უბრალოდ. იმ გადაჭარბებული ზრუნვის გამო, რომელიც მას ყავს ეს ბავშვი მოქცეული, კარაქიანი პურის გამო, აი ზუსტად და რომ ვერ ახერხებს იმას, რომ ის წნეხში დიდხანს დატოვოს. ის ყოველთვის იცავს მას და ძნელია ხო საყურებლად ბავშვი რო წვალოს რაღაცას არ გამოსდის და აი კიდე მიეხმარო, ამ დროს არ უნდა მიეხმარო და ზუსტად მაგითი ეხმარება. აი სპორტი ეს არის, იქ არავინ დაეხმარება. თუ ძალიან არ გაუჭირდა რასაკვირველია. ნეხის ქვეშ სწრაფად მოქმედების უნარი. ნეხის ქვეშ მოქმედების უნარი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სწრაფად გადაწყვეტილების მიღების უნარი და შემდეგ მასე პასუხისმგებლობის აღების უნარი. გარდა ამისა, წრე, აი თქვენ ბავშვი ბიჭი იყო, ჩვენი კარგი მორაგბე ბიჭი, რომელიც იძახდა რომ მეგობრები შეიძინა. სპორტში შეძენილი მეგობარი ის რომელთან ერთადაც ოფლი გაგდააყრილი, რომელთან ერთადაც ზოგ სპორტში სისხლიც გაგდააყრილი, მხარდამხარ გაქვთ ნაბრძოლი, ეს ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს. ესეთ მეგობრებს მე სხვაგან ვეღარ შევხვდი. შეიძლება უფრო ძვირფასი შევხვდე. ის რა მეგობრების გარდა დამოუკიდებელ ცხოვრებას სწავლობს ბავშვი, მე ძალიან ხშირად შეკრებას დავდიოდი და იქ იყვნენ ბავშვები, ვინცაც დედები ატანდნენ, რომ ღამეშალი არ ჩააცვა ალერგია აქვს, სამჯერ ააყენეთ, რომ საპირფარეშოში გავიდეს, არაჭამოთ ეს. მე მახსოვს ჩვენი მწვრთნელები ამას ხევდნენ და ის ბავშვის ექცეოდა იმ რეჟიმში, რაშიც ხვები. და ზუსტად 3 კვირის შემდეგ მათ მშობლები ვერ ცნობდნენ, ამას აძლევდა სპორტი და ის ერთთვიანი შეკრება, რომელიც რადიკალურად ცვლიდა ბავშვებს. ეს ალბათ კარგია, ხო? ეს ალერგია, რომელიც გონდა ბავშვს ჩვენ საზოგადოებაში ხა 20 წლის და 25 წლისაც ბავშვად ითვლება. 40 წლის ბავშვია. და გადავიდა გუნდურ სპორტზე. წეგან ახსენა კიდეს შაკომ, რომ გუნდური თამაშიაო რაგბიო და ხარ მინდა მაინც და მაინც რაგბის პოპულარიზაცია იყოს სხვა გუნდური სპორტებიც. აი რას იყოს, რა თქმა უნდა, უბრალოდ არ ეწონა სხვა გუნდურ სპორტებს, რა თქმა უნდა. გუნდური სპორტი რას აძლევს მართლა? გუნდური სპორტი მე გამოყოფდი ორ მნიშვნელოვან თვისებას, რომელსაც ბავშვი იძენს გუნდურ სპორტში. ერთი ეს არის ის რომ ის მანიცის თუ რაღაცა აი თავის უხასიათობის გამო თავის სპეციალურად გააფუჭა ის უკვე ფუჭებს არა მხოლოდ თავის თავს არამედ სხვებსაც და ხშირად ამის აღსაკვეთად მწვრთნელები მთელ გუნდს ჯიან თუ ერთი რაღაცას დააჭერს ნუ ჯიან ისიც ან ტელევიზია აწევები ან კროსი 20 კილომეტრი ნახევარი და იმისთვის რომ გაიაზროს იმარო ახლა ეს თუ ამან ესე დააშავა ესე იგი მან დაუშავა ყველას და თუ ის როდესაც ის ბრძოლის ველზე გავას ასპარეზზე ხო ისევენაირად გააფუჭებს საერთო საქმეს და მეორე რასაც ისწავლებს რომ თუ მას შეცდომა მოუვიდა თუ ის შეცდა თუ მან ვერ მოახერხა ბოლომდე ამ სიტუაციაში კარგად მას ყოველთვის ყავს გვერდით ვიღაც ვინც მის შეცდომას გამოასწორებს. ან პირიქით თვითონ უნდა ეს არის თნელები ახსენა. გუნდურს დაუბრუნდები. სიამოვნებასთან ერთად ეს გუნდური სპორტი სტრესთან არის დაკავშირებული და აწყობილია თავიდან ბოლომდე კონკურენციაზე. ყველას არ აქვს ძალიან მყარი ფსიქიკა და არ შეუძლია ბრძოლის უნარიანი იყოს და ზოგი ნებდება. აი რა რისკებთან არის დაკავშირებული აი ასეთი ბავშვებისთვის გუნდური სპორტი. მათ ხშირად რისკებთან ყველაფერია დაკავშირებული, მათ შორის კარაქიანი პურის ჭამაც მე მგონი. და
რისკებზე გასაგებია, რისკებზე უნდა იმზრუნოს მწვრთნელმა, რომ ეს გარემო იყოს უსაფრთხო და რა თქმა უნდა და მიხვდეს, როდის უნდა შეაჩეროს ბავშვი და უთხრა შენ ახლა დასვენება შეგიძლია, შენ აი ახლა მომატება შეგიძლია, რომ ამას უნდა გადააბიჯო. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა მწვრთნელის კომპეტენციაზეა დამოკიდებული. და ასევე ფსიქოლოგიური დახმარება ამ დროს არის და გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანი ბავშვებისთვის, სპორტსმენებისთვის ზოგადად, რომელიც არ არის მაინც და მაინც გააქტიურებული საქართველოში. თუმცა ჩვენ გვყავს ფსიქოლოგი სტუმრად ნინო გოგიჩაძე, რომელიც მუშაობდა სპორტსმენებთან, აქვს გამოცდილება და ახლა უფრო დეტალურად მოგესალმებით. როგორ ამზადებენ ხოლმე ფსიქოლოგები. მანამდე ნიკას რო კითხო უცე. როგორ უნდა შევარჩიო, რომელი სპორტია ბავშვისთვის ვისაღები და კარგი და სასარგებლო. ამას ალბათ ნინოს იტყვის და იმედია დამიდასტურებს. ბავშვს უნდა ალბათ პირველ რიგში დავაკვირდეთ და მოусმინოთ. არ აქვს მნიშვნელობა ასაკს მოусმინოთ რა მოსწონს, დავაკვირდეთ თავშოთ თუ გუნდურ სახეობაზეა ბურთი, ხელით უფრო მოწონს, ფეხით უფრო მოწონს, ძალისმიერი უფრო მოწონს, სწრაფის ხარკი. ესეთ რაღაცები ნელ-ნელა უფრო იკვეთება. მე შეგვიძლია შევთავაზოთ ვარიანტები. ის რომ მე რაც ვერ გავაკეთებ, ჩემმა შვილმა უნდა ითამაშოს ის ფეხბურთი და ის რაგბი და ის იჭიდაოს და ეს მე მგონი ძალიან ძველმოდური მიდგომაა. მე მგონი დრო არის რომ უკვე გადავიდეთ. კი, არსებურია საწავა. ნინო, შენთან გადმოვალ, მადლობა რომ მობრძანდი ჩვენთან სტუდიაში. მუშაობდი სპორტსმენებთან. აი, რაზე ამახვილებენ ხოლმე ფსიქოლოგები ყურადღებას? რაში ავარჯიშებთ, რა მხარეს აძლიერებთ, როცა სპორტსმენთან მუშაობთ? ძალიან ინდივიდუალურია ეს თემა. ჩვენ უფრო ინდივიდუალურ სპორტში ვმუშაობდით და ამ შემთხვევაში რა არის, რა ამოცანა აქვს სპორტსმენს ამოცანა დგას ესე. ამ მომენტში მე უნდა შევძლო და ჩემი საუკეთესო შესაძლებლობები გამოვავლინო, როდესაც მიდის ასპარეზობა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული ამოცანა, რომელიც ესეთ წარმოდგენაზე ორიენტირებულ პროფესიებს აქვს. თქვენ იქნებით, ასე ვთქვათ, მედიას წარმომადგენლები, მსახიობები, შემოქმედი ადამიანები, და მომენტში უნდა შეძლო შენი მაქსიმალურად საუკეთესო შესრულება იმისი, რაც გევალება, რაც დაკავშირებულია საოცარ მობილიზაციასთან. ეს მობილიზაცია როგორ მიიღწევა, აი ამას ასე ვთქვათ, ერთის მხრივ აქვს რაღაცა რეცეპტები, რომელიც ფსიქოლოგიაში უკვე მოსინჯულია და უნივერსალური რეცეპტი რო ყველამ გავიზიაროთ. უნივერსალური რეცეპტი, ანუ არის ყველა ასე ვთქვათ რა მიმართულებას აქვს თავისი რეცეპტი, რომელიც გვეხმარება ვიყოთ აქ და ამჟამად და შევძლოთ აქ და ამჟამად მოცემულობაში გავართვათ თავი იმ ამოცანებს, რაც გვაქვს. სპორტში ეს არის ორმხრივი დატვირთვა. ჩვენ გვჭირდება ფიზიკურადაც, სხვა სახეობის სპორტში ფიზიკურად შევძლოთ. არის ალბათ სპორტში, სხვა არის მორალური მხარე და ფსიქოლოგიური ზრდა. ფიზიკურად მზად ვიყო იმ მომენტში ფიზიკურად, იმიტომ რომ ჩვენ ხა ადამიანები ვართ და ჩვენი ფიზიკური შესაძლებლობები იცვლება. ბარჯეზე ბევრად უკეთესი იყო ვიდრე თქვა. ეს უკვე ის მომენტია, რომელიც მე შესაძლებლობას მაძლევს, რომ ეს ჩემი შესრულება იმ მომენტში მოვიტანო. როგორ შევძლო მე რომ რაც გავაკეთე ვარჯიშზე, გამოვიტანო და ვაჩვენო საუკეთესო, შეიძლება იმაზე უკეთესი შედეგი. ნანიკო, ბოდიში თორემ ახსენა სტრესთან გამკლავება. თქვენ როგორ ამზადებთ აი სტრესთან გამკლავების? ანუ ეს არის სტრესი ზუსტად მობილიზაციის თემა არის. ანუ სტრესი ერთის მხრივ არის ძალიან ჯანსაღი ფაქტორი, რომელიც ზუსტად სტრესის გავლენა არის, რაც სპორტში შემოდის და ჩვენ მობილიზაციას გვასწავლის და გვასწავლის ვიცოდეთ ჩვენი უნარები რა არის იმ კონკრეტულ მომენტში მაქსიმალური რა შეიძლება გავაკეთოთ. ამისთვის ეს არის მედეგობის თემა. ანუ როგორ შევძლოთ ჩვენ გაუძლოთ ზეწოლას, რომელიც იმ მომენტში გვადგას. ანუ დავინახოთ თქვათ ასპარეზობის დროს დავინახოთ ჩვენი მოწინააღმდეგე, დავინახოთ ჩვენ გუნდში ვინ არის, მივიღოთ გადაწყვეტილება, შევასრულოთ ეს გადაწყვეტილება და ნიკა მახსოვს პასუხისმგებლობა ავიღოთ ამ გადაწყვეტილებაზე, ვიფიქროთ რომ მე რო ეს ახლა არ გავაკეთე, ან მე რო ეს ახლა გავაკეთე, ამას რა მოყვება. ჩემპიონად გაზრდა ბავშვის. აი შენ უნდა იყო ჩემპიონი, შენ შეგიძლია მიაღწევა მას ოქროს მედალი, სხვა სიჯი ძალიან სწორი აქცენტი ახლა რასაც კითხულობთ, როცა ჩვენ ბავშვი შევყავს სპორტზე, უნდა ვიფიქროთ რა არის სპორტი, ანუ გახსენეთ კიდევაც რომ ეს კონკურენტული ასპარეზობა არის, შენ ყველა გაჯობებს და არის მომენტი, როცა შეიძლება გაჯობონ და როგორ შეიძლება რომ შენ აჯობო. მოძებნეთ, ეს ბავშვს უნდა უთხრათ, რომ იქ შენ ყველა გაჯობებს, ან შესაძლებელია გაჯობონ. აი ეს არის მოტივირების თემა, როგორც არის, როგორ უნდა ვიმუშაოთ სპორტსმენთან, იმ მიდგომით, რომელსაც ჩვენ ვმუშაობთ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს პოზიტიური მოტივირება უნდა იყოს. შენ გაჯობონზე არ არის, შენ რაც შეგიძლია უნდა გააკეთო იმ მომენტში. თუმცა შეუძლებელია, რომ შენ შედარებით არ იყო დაკავებული და იმან ეს მანძილი ამ დროში გაერბინა, იმას ესეთი მომზადება აქვს, იმას ესეთი ტექნიკა. სტრესები ხო არ არის ბავშვთან და სრულიად სტრესია.
ანუ სპორტი ვერ ვიტყვით რომ არ არის სტრესული სახეობა, მაგრამ ცხოვრება სტრესის გარშე არსებობს. სპორტი არის ის ფორმა, რომელიც ადამიანს ეხმარება გაიცნოს თავისი შესაძლებლობები. ოღონდ ამას სჭირდება ძალიან კარგი მწვრთნელის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა და თუ ფიზიკურ ასპარეზობასთან დაკავშირებული სპორტი არის, მნიშვნელოვანია რომ ვასწავლოთ ადამიანს თავის სხეულის მოსმენა, იმიტომ რომ სპორტთან დაკავშირებული ტრავმები, სხეულზე უარის თქმა, რა თქმა უნდა, მიზანია, მიზანზე ორიენტირებულობას ასწავლის სპორტი, მაგრამ არის აქ თემა, რომ აი ეს მიზანი იმდენად დიდი ხდება ხოლმე, რომ მე მზად ვარ დავითბინო ის ტკივილი. და არ ხშირად თვითგადარჩენის ინსტინქტი ალბათ, რომელიც აკეთებინებს ამას ბავშვს და ადამიანს. იმიტომ რომ მოტივირებული არის იმ მომენტში მიზანი უნდა რომ შესრულდეს. ეს ძალიან კარგია, ძალიან მნიშვნელოვანია, დათმენა უნდა ვისწავლოთ, მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენი მწვრთნელი და ის გარემო, რომელიც აქ გვზდის ჩვენ სპორტსმენებს და მოგვეხმაროს რომ გავიგოთ რასთან არის დაკავშირებული. მწვრთნელი და პირიქით შეიძლება ხდება ხოლმე, მაგრამ აი თანამედროვე სპორტის ფსიქოლოგია გვეუბნება რომ მართალია ხა საბჭოთა სპორტი იყო სრულიად აი ამ კაცრ ჩარჩოებზე ორიენტირებული და ქორეოგრაფები ეს ორი მიმართულება განსაკუთრებით და ეხლა გვეუბნება რომ სისტატიკაში გადადის ხოლმე ზოგჯერ ის ანუ ეს სისტატიკია და შენ სწავლობს შენი თავის დაკნინებას ეს ამოცანა არა გვაქვს ამოცანა თანამედროვე სპორტის აღზრდაში არის რომ ჩვენ ვასწავლოთ საკუთარი თავის ბოლომდე გამოყენება და იმის გააზრება ეს ბოლომდე გამოყენება რისგან შესდგება როგორ ასწავლი შენ როგორ ამ მომენტში როგორ არა ეს სისტატიკი ახსენდა სისტატიკი მე მგონი რეჟიმია და მოთხოვნა არის რომ ყველა იყოს მობილიზებული რაღაცა საწყარი არსებობს ახლა ნუ ცხადი არ უნდა გადასცეს მაგრამ ეს არ ვიყავ სპორტსმენი ბევრი ნიჭიერი სპორტსმენი რომელიც აი ეს პირდაპირ გადაიწვა იმის გამო რომ მწვრთნელებმა მათ ვერ შეურჩიეს შესაბამისი რეჟიმი და ძალიან ნიჭიერები იყვნენ არ შეიძლება რომ ძალისმიერი სპორტიდან ვარ მე უფრო და არ შეიძლება რომ 15 წლის ბავშვი თუ წევს დაუშვათ 100 კილოს ხო ზოგს აქვს ჟანი მოსდგამს და რა არ უნდა მისცე არც 100 არ უნდა მისცე არ უნდა მისცე რადგან უნდა იცოდე ის იმ ასაკობრივ კატეგორიაში რა ეკუთვნის რა შეუძლია იმ 100-მდე აუცილებლად მივა 100-მდეც მივა და 200-მდეც თუ ეტაპობრივად ის რომ ამას წევს და უხარია და წევს ვიღაცა უნდა ყავდეს ვის ეთქვის რომ შენი განვითარების ამ ეტაპზე ახლა ეს არ არის საჭირო შენ უნდა იფიქრო იმაზე როგორ განვითარო სხვა უნარები და ძალისმიერზე მიხვალ აი შერჩევა იმისი რა ჭირდება იმ კონკრეტულ მომენტში ეს არის მწვრთნელის თანმიმდევრულები უნდა დიდი სირთულეა როგორც ჩანს როგორც მე ვხედავ ხარ რეალობიდან გამომდინარე ასეთი მწვრთნელის შესაბამისად რო იქცეოდეს ასეთი მწვრთნელის პოვნა გვყავს დავიმედოთ თავი რა თქმა უნდა არ ყავდეს სპორტსმენებიც არ გვეყოლებოდა რომლებიც ჩემპიონები ხდებიან და ყველა სახეობაში არ ყავს კი ყველაში არ ყავს რაღაცეებში ძალიან მოვიკოჭლებთ რაღაცა სახეობებში და ძალიან ისეთ მნიშვნელოვან საბაზისო დისციპლინებში მოვიკოჭლებთ სხვათა შორის მაგრამ ნუ იმედია რომ როდესაც ფინანსების არ ქონა საბრალები ხომ ეს გაიჭირს სხვა თემა ერთი კითხვა მაქვს ფსიქოლოგთან არის ბავშვების ასეთი ტიპი მე მინდა ვთქვათ პირობითად კალათბურთი შევა კალათბურთზე ერთ კვირაში მიხვდება რომ მას აღარ უნდა კალათბურთი ახლა მინდა ფეხბურთი შეიყვანს მშობელი ფეხბურთზე კლავ ერთ კვირაში მიხვდება რომ არ უნდა ანუ ვერ ყალიბდება რა უნდა მაგრამ მას უნდა აი ამ შემთხვევაში რომ დავაძალოთ მას და დავტოვოთ იმ რაღაც ერთ კონკრეტულ წრეზე თუ უნდა თავისუფლება მივცეთ რომ მან თავის ცადოს ყველა სახეობაში ძალიან ახლოს დგას აღზრდის სტილთან და ნიკამ ძალიან კარგად თქვენ დავაკვირდეთ თვითონ რა უნდა და რის გამო მიიღო გადაწყვეტილება რომ კალათბურთი მინდა რა მომწონს კალათბურთში რამდენად ინფორმირებული არის მისი გადაწყვეტილება თვითონ რამდენად ესმის რასაც ირჩევს ამაში უნდა მივეხმაროთ ხო აი მოდი ნახე გამოგივიდა კალათბურთში კარგად შეხვედი ფარის ქვეშ კარგად აკენწლე ბურთი, მაგრამ რა არის, რაც არ მოგწონს, ან ძიმია ეს ბურთი, რაღაც არ მოგწონს, ანუ თუ აი მოდი შეხედე შენ მოусმინე შენ თავს, ანუ მნიშვნელოვანია რომ ვასწავლოთ თავის მოსმენა. და პირველივე იმედგაცრუებისას არ უნდა გამოვიყვანოთ. რა არის იმედგაცრუება ეს უნდა გავიგოთ. არ გამოვიდა, ურთიერთობა არ შედგა, შესაძლებელი არ გამოვიდა კონკურენციის ფონზე თავისუფლად იგრძნო შეიძლება. ძალიან ბევრი ფაქტორია. ჩვენთან არსებობს ესეთი მიდგომა რომ თუ გვინდა რომ ხერხემალში გასწორდეს ცურვაზე უნდა ვატარო თუ გვინდა რომ სიმაღლეში გაიზარდოს კალათბურთზე შეგვყავს რაღაცა თუ გვინდა რომ ისეთი იყოს რაგბი ხო აი ამ მიმართულებით შეყავთ უფრო ბავშვების სპორტზე ვიდრე ბავშვის სურვილია ხო და ამის გამოც უფრო მე ხდება ამისი გაყოფა ბიჭების სპორტი გოგოების სპორტი და ბიჭები თითქოს უფრო ხშირად დაყავთ ხოლმე სპორტზე ვიდრე გოგოები და ეს რამდენად
სწორი შეიძლება. თანამედროვე სპორტი გვეუბნება, რომ არ არის ლიმიტები, არ არსებობს არც ქალისთვის და არც კაცისთვის და ძალიან ბევრი სახეობა არის. შეიძლება ერთმანეთთან კონკურენტულები არა ვართ, იმიტომ რომ ჩვენი ასე ვთქვათ ფიზიკა როგორც იგავ სხვადასხვანაირი არის, მაგრამ ბევრი სპორტი არის, სადაც ასპარეზობაში შედიან და თქვათ არის მცდელობები, რომ შერეული გუნდები იყოს განსაკუთრებულად მოყვარულთა სპორტში. ესეთი მცდელობები არის, იმიტომ რომ უფრო საინტერესოა, იმიტომ ჩვენ არა ვართ ერთი სქესიანი საზოგადოება. ირთვის ყურაში ქალები არიან, ნიგოლოს რომ მოკიდებს, რაღაცას ამერიკაში რა. ეს ინფორმაცია განსაკუთრებით კარგი ყოფილა სპორტული აქტივობა თინეიჯერებისთვის, იმიტომ რომ ეს უარყოფით ენერგიას გამოყოფენ სპორტში. და შეიძლება ვთქვათ, რომ რომელიმე ასაკისთვის არ არის სპორტული აქტივობა კარგი. ვერ ვიტყვით, რას გვაძლევს სპორტი, როგორც თუ აღნიშნეთ, სპორტი არის შესაძლებლობა, რომ ჩვენ არ ვიყოთ გამოჭირლები თავში. რასაც ვაკეთებთ თანამედროვე ადამიანი თავში და თვალებში და ეკრანზე, სპორტი გვანთავისუფლებს ამ შებოჭილობისგან და გვაძლევს საშუალებას, რომ გავიგოთ, რომ სხეული გვაქვს. უი, ჩვენი კუნთები თუ მოძრაობს. სპორტი გვანთავისუფლებს. ვიგრძნოთ, რომ არა ვართ მარტო სიტყვებში გამოჭერილები და ვართ ფიზიკურ შეგრძნებების არსებები ვართ, რომელსაც გვაქვს ფიზიკური შეგრძნებები. ამის შესახებ ჯერ ძველი ბერძნები მიხვდნენ და ამიტომაც მოიგონეს მათი მოგონილი ოლიმპიური თამაშებიც, ისთმოსური თამაშები, პლატონი იყო ყველაფერს თავი გავანებო ჩემპიონი. ამოიწურა სპორტი განთავისუფლებს შებოჭილობებისგანო, ასე რომ ყველა ასაკში დაკავდით სპორტით, მნიშვნელობა არ აქვს, ბავშვი ხართ, თინეიჯერი ხართ, დასრულებული ხართ, უკვე ასაკში შესული, აუცილებლად დაკავდით სპორტით და იცხოვრეთ ჯანმრთელად. და აქვე დაგემშვიდობა. თაზექი 20-ას დვა გააკეთე. ეს ასეთი რეკომენდაცია მივიღეთ საათში ერთხელ ფეხზე ადეკითო. ახლა რეკლამის დრო ჩვენ ავდგებით ფეხზე აუცილებლად. რეკლამისას გავმოძრავდებით. რეკლამის შემდეგ კი ჩვენი კოლეგა მარიამ ჯანელიძე შემოგვერთება, რომელიც ბერლინში იყო და სწორედ თავის ინიციატივით დღეს გავაგებინებს ბაბილონის დროინდელი კონსტრუქცია, ვის ეკუთვნის დავალოდოთ რამდენიმე წუთში უკვე მასთან ერთად დაგიბრუნდებით. იმედის და პირდაპირ ეთერში აგრძელებს მუშაობას და პერგამენის მუზეუმში მარიამ ჯანელიძე იმყოფებოდა, სადაც იშთრის კარიბჭე მოინახულა და მოდით ახლა ყურადღებით მოусმინოთ მას. მარიამ, მოგესალმებით. მოგესალმები ნიკოლოს. დღეს მე მოგითხრობთ იმ მონუმენტურ და ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდა იშთრის კარიბჭეზე, რომელიც ძველი წელთაღრიცხვით 575 წელს ბაბილონში ნაბუქოდონოსორ მეორის დროს აშენდა და ახლა მისი ნაწილები მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებშია გაბნეული. ერთ-ერთი ყველაზე დიდი დეტალი ბერლინში, პერგამონის მუზეუმში ინახება. კონსტრუქცია და მასზე მოჭიქული ჯადოსნური, მითოლოგიური ცხოველები დამთვალიერებელს ნახვისთანავე ატყვევებს. ფრინავი ლომები, ხარები და დრაკონები გამოირჩევა როგორც შესრულების მაღალი ხარისხით, ისე ფერებით. როდესაც არქეოლოგიური გათხრები დაიწყო და ჯგუფის ხელმძღვანელი რობერტ კოლდვეიმი მომინან ქრულ დეტალს წააწყდა, მან თქვა, რომ იპოვა კაშკაშა ფერებიანი ფრაგმენტი. სიკაშკაშე ბუნებრივია, არ არის სრულყოფილი სახით ჩვენამდე მოღწეული, მაგრამ ფრაგმენტები, რომლებმაც ბევრ საუკუნეს კლიმატურ პირობებსა და მიწის ქვეშ ყოფნას გაუძლეს, თავისი დიდებულებით მაინც გვატყვევებს. გერმანელმა არქეოლოგებმა ბაბილონის ახლანდელი ერაყის ტერიტორიაზე გათხრები 1899 წელს დაიწყეს და 1902 წელს მათ უკვე მიწიდან ამოთხარეს ჭიშკარი. სამუშაოები 1914 წელს მეორე მსოფლიო ომის დროს შეწყდა, თუმცა გერმანელებმა მოახერხეს, რომ იშთრის კარიბჭე ბერლინში გადაეტანათ. მუზეუმში დღეს სრულყოფილი სახით არ არის კარიბჭე წარმოდგენილი, რეკონსტრუირებულია მისი დიდი ნაწილი, რაც დამთვალიერებელს აძლევს საშუალებას, რომ წარმოიდგინოს თუ როგორი იყო ქალაქის მთავარი ჭიშკარი თავდაპირველად. ხელოვნების ეს ნიმუში თავდაპირველად მსოფლიოს 7 საოცრებიდან ანტიკური ხელოვნების სიაში მოიაზრებოდა, თუმცა მოგვიანებით ის ალექსანდრიის შუქურამ ჩაანაცვლა. მკვლევარების დიდი ნაწილი კი ახლაც ფიქრობს, რომ იშთარი იმსახურებს ამ შვიდეულში ყოფნას. და სანამ სიუჟეტს ვნახავთ, მე მინდა გაჩვენოთ ქალღმერთი იშთარი, რომელსაც შუმერები ასევე ინანას ეძახიან და თქვენ ხედავთ ახლა მის გამოსახულებას. სწორედ ასე გამოიყურებოდა სიყვარულის, ნაყოფიერების, ასევე ომისა და არეულობების ქალღმერთი. ახლა კი ვნახოთ იშთრის კარიბჭე და როგორია ის პერგამოში ბერლინის მუზეუმში, რა სახით არის შემორჩენილი და დაცული. ფრინავი ლომები, ხარები და დრაკონები. ეს ფიგურები ძველი წელთაღრიცხვით 575 წელს შეიქმნა ბაბილონში, ნაბუქოდონოსორ მეორის დროს. მითოლოგიური ცხოველებით იშთრის კარიბჭის მთელი კონსტრუქცია იყო გაფორმებული.
ლომები ერთგვარად ღმერთის სიყვარულის სიმბოლო არის, გარდა ამისა, ამ ლომებს ერთგვარი შიში უნდა გამოეწვიოთ სასახლეში მისულ სტუმრებში. პერგამონის მუზეუმში ასევე წარმოდგენილია მაკეტი, სადაც ჩვენ ვხედავთ თუ როგორი იყო თავდაპირველად ეს კონსტრუქცია. დერეფნის კედელზე, რომელსაც კარიბჭემდე მივყავართ, 120 მფრინავი ლომი იყო გამოსახული. გარდა ირეალური ცხოველების ფიგურებისა, დამთვალიერებლის ყურადღებას მცენარეების გამოსახულება იქცევს. მფრინავ ლომებს ზემოთ და ქვემოთ მომინანქრული გვირილები მიჰყვება. საოცრად ლამაზია ამ მითოლოგიური ზღაპრების, ცხოველებისა და მცენარეების სინთეზი. მე თავად მხატვარი ვარ და უკვე დავგეგმე, რომ იშტრის კარიბჭის შთაგონებით შევქმნა ნამუშევრები. პირველად მომეცა მისი ნახვის საშუალება და ძალიან მომწონს. ძალიან საინტერესოა ჩემთვის ასევე ის, რომ კარიბჭე ამ სიშორედან ჩამოიტანეს და ახლა ის ბერლინშია. დერეფას მთავარ ჭიშკრამდე მივყავართ, რომელზეც მოჭიქული აგურებიდან ხარებისა და დრაკონების ფიგურებს ვხედავთ. მცენარეებით არის დეკორირებული იშტრის კონსტრუქციის ეს ფასადიც. ეს არის იშტრის კარიბჭე ნაბუქოდონოსორ მეორის სასახლის ერთ-ერთი ნაწილი. თქვენ ხედავთ გამოსახულ ცხოველებს, რომელიც ერთგვარად იყო სიძლიერის სიმბოლო და რა თქმა უნდა, ეს ფასადი არ არის სრულყოფილი სახით წარმოდგენილი. თქვენ ხედავთ დაზიანებულ აგურს, რომელიც სავარაუდოა, რომ სწორედ პირვანდელი სახით არის დღემდე შემორჩენილი და გადმოტანილი, ხოლო იშტრის კარიბჭის დიდი ნაწილი მას შემდეგ აღდგა და გაუკეთდა რეკონსტრუქცია, რაც ის პერგამონის მუზეუმში გადმოიტანეს. იშტრის კარიბჭის რეკონსტრუქცია ბერლინში, პერგამონის მუზეუმში 1930 წელს დასრულდა. მუზეუმის ეს დარბაზი დამთვალიერებლის სიმრავლით მუდამ გამოირჩევა. ფერები, მითოლოგიური არსებები და ამბები, რომელიც ნაბუქოდონოსორ მეორის აშენებულ ქალაქზე მოგვითხრობს, იმ ეპოქაში გვაბრუნებს, სადაც იშტრის, ანუ სიყვარულის, სილამაზის, სიძლიერისა და ომის ქალღმერთის სჯეროდათ. დიდი მადლობა მარიამ ჯანელიძეს და დღეს მუსიკალურ სამყაროში განსაკუთრებული დღეა, განსაკუთრებული მათთვის, ვისაც უყვარს ქართული სიმღერა, ბატონ თემურ ქევხიშვილს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის წინ ვარსკვლავს გაუხსნიან, თუმცა კონცერტი რუსთაველის თეატრში გაიმართება. ადამიანისადმი მიძღვნილი, რომელმაც თაობებს შეაყვარა ქართული სიმღერა და დღემდე აქტიურად ეწევა მოსწავლე ახალგაზრდობის აღზრდას. მარიკა ბაკურაძე გვერდება ახლა რეპეტიციიდან რუსთაველის თეატრიდან. მარიკა, მოგესალმებით. მოგესალმები, როგორც ახსენეთ, ნიკოლოზ რუსთაველის თეატრში უკვე დაწყებული არის რეპეტიცია. სანამ უშუალოდ გავესაუბრებით ბატონ თემურს და ღორისძიების მონაწილეებს, ასე ვთქვათ, მანამდე მინდა მაყურებელს ვაჩვენოთ საარქივო მასალა, ის კადრები, სადაც ჩანს ძველი კონცერტები თუ გაკვეთილები, რომლებიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და რომლითაც ბატონ თემური ასწავლიდა თავის მოსწავლეებსაც და ასევე აუდიტორიასაც ქართულ ხალხურ სიმღერას და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არქივის კადრები ნამდვილად ვერ დაიტევს და ვერ მოიცავს იმ ღვაწლს და იმ შემოქმედებას, რაც წლების განმავლობაში ბატონ თემურს აქვს ჩატარებული. ყველა მიცის თემურ ქევხიშვილის სახელი და გვარი, რა თქმა უნდა, მაგრამ მე მაინც რამდენიმე დეტალი აუცილებლად მინდა გამოვყო მის შესახებ. მისი კარიერა დაიწყო ანსამბლ გორდელადან და შემდეგ მან სხვადასხვა ანსამბლები დააფუძნა მთელი საქართველოს მასშტაბით. მას აქვს ასევე მოპოვებული ტიტული პატრიარქის ლოცვა-კურდღევით, ამ ტიტულს ჰქვია საუკუნის ხმა და ის არის ერთადერთი ადამიანი სხვათა შორის საქართველოში, ვინც ამ ტიტულის მფლობელია. ასევე აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ის გახლავთ აღმოსავლეთ საქართველოს მხარის სამუსიკო ფოლკლორის უბადლო შემსრულებელი. საერთოდ მისთვის ტიტულები და შეფასებები და შექება არ არის უცხო, მაგრამ დღეს დამერწმუნებით, რომ განსაკუთრებული დღე არის, რადგან იხსნება მისი ვარსკვლავი. ბატონ თემურ, პირველ რიგში უნდა გითხოთ, ხომ არ ღელავთ ასეთი საპასუხისმგებლო საღამოსთვის? არა, ეხლა რომ თქვა არ ვღელავთ კი შეიძლება მითხრათ, რომ ვერ ახარ კარგათო და უნდა იღელო, რა თქმა უნდა, სხვადასხვა. მე რამდენი ტიტული ჩამოვთვალე ხა თქვენ შესახებ, მაგრამ ვარსკვლავი უკვე ძალიან სერიოზული განაცხადია. თან ვარსკვლავზე ეწერება თქვენი სახელი და ანსამბლი დარიალი ერთად. ხო, ახია ჩემს მეტის ღირსი ვარ. ნამდვილად მეტის ღირსი ხარ? მე მოკლედ გეტყვით ჩემს საქმეს. მე ის პიროვნება, რომელიც არ არის განებივრებული ქებით და დიდებით, მაგრამ ერთი რამ მაინც მსიამოვნებს საზოგადოებიდან, რომ ჯერ ჩემი აღზრდილების მისამართით არ გამოთქმულა პრეტენზია, რომ აი ცუდად გაგიზდია ეს პიროვნება. და რამდენი არის თქვენი აღზრდილი თუ არ არის? და ამიტომ
ამიტომ მე ბედნიერად მიმაჩნია ჩემი თავი რომ აი ესეთი რამ არ ხდება. დიდი მადლობა ყურადღებისთვის რომ ჩვენი ანსამბლის აი ესეთი დღესასწაული აღინიშნება თქვენი ტელევიზიით და მადლობის მეტი რამ მithქვის. ერთ კითხვას დაგისვათ, გარდა იმისა, რომ თქვენი შემოქმედება და აღზრდილები ნამდვილად ძალიან დიდი წვლილია, თქვენ დღემდე ბრძანდებით უბადლო შემსრულებელი. დაუვიწყარია თქვენი ქალგულო, ოროველა და სხვა. დღეს თუ მოისმენს მსმენელი, აქ მოსული მაყურებელი? მოისმენს. ანუ იმღერებთ. კი, რა თქმა უნდა. ძალიან კარგი. არაფერი არ წყდება. მართალია, უთქვენთ არაფერი არ ჩაივლის, მე ვიცი რომ ძალიან დაკავებული ბრძანდებით, გააგრძელეთ თქვენი რეპეტიცია და ბატონ თებურის გარეშე რა თქმა უნდა არაფერი ჩაივლის და არაფერი ჩაივლის ასევე დათო ცინცაძის გარეშე, რომელიც ამ საღამოს წამყვანი არის დღეს. ახლა იქნებ გითხრათ რა მოხდება დღეს საღამოს, ვინც მოვა რუსთაველის თეატრში. დრას დაახლა. მოგესალმებით. ისე დღეს ვინც მოვა რუსთაველის თეატრში საღამოს 7 საათზე აქ იქნება შეკრებილი თემურ ქერხიშვილის და ანსამბლ დარიალის მიერ აღზრდილი არაერთი თაობა. 5 თაობა იდგება სცენაზე, გარდა ამისა აქ იქნება დღევანდელი მოქმედი მომღერლები, რომლებიც ბატონ თემურს გაუზრდია და ანსამბლ დარიაში გაზრდილია. გარდა ამისა, მას დღევანდელ დღეს მიულოცავენ საქართველოს სახელმწიფო ანსამბლები და ყველა ის ანსამბლი, რომელიც შეიძლება ითქვას ალბათ, რომ ამიძღვნის დღეს საქართველოს სამუსიკო ფოლკლორს. აი ახლა რეპეტიციის და ჩვენი ფონის მიხედვით მე ვხვდები, რომ მხოლოდ ფოლკლორი არ იქნება, იქნება ასევე ქალაქური. ბატონ თემურს გარდა თავისი ხალხური სიმღერის საშემსრულებლო დიდი ოსტატობისა, თავისი პედაგოგიური ღვაწლის მიუხედავად, მას აქვს არაერთი სიმღერა შექმნილი, ის არის არაერთი სიმღერის არანჟირების ავტორი. თვითონ ბევრი სიმღერის ტექსტი შეუქმნია, როგორც თავის თავს უწოდებს ხოლმე, ის არის ვაჟაისტი. დიდად უყვარს ვაჟა-ფშაველას შემოქმედება და მასზე არაერთი სიმღერა შექმნილა. ასე რომ მისთვის დიდი სიხარული და პატივია ყოველთვის, როცა საზოგადოებას უზიარებს თავის შემოქმედებას გარდა ხალხური სამუსიკო კულტურის. თვითონ შეასრულებს როგორც ვიცი რამდენიმე ნაწარმოებს. იქ ხარ იქნება რამე ისეთი საინტერესო სიურპრიზი და დეტალი, რაც შეგიძლიათ ახლა წინასწარ უთხრათ ჩვენს მაყურებელს. იქნება ცხადია გარკვეული სიურპრიზი და დეტალი, თუმცა ალბათ უმჯობესია მაყურებელი მოვიდეს და გარდა ამისა ჩვენ მაყურებელს ექნება ალბათ საშუალება რომ ეს კონცერტი იქნება გადაღებული და შემდეგ სოციალურ ქსელით თუ ალბათ სხვა ტელევიზიების საშუალებითაც გავრცელდება და ექნება საშუალება. მაგრამ მაინც ჯობია რომ მოვიდეს. დიდი მადლობა თქვენ და მაყურებელი დაუპატიჟოთ აუცილებლად დღეს საღამოს 7 საათზე რუსთაველის თეატრში. ამ სცენაზე გაიმართება ეს ღონისძიება, რაზეც ახლა გიყვებოდით, ხოლო ღონისძიების დასრულების შემდეგ საღამოს 9 საათისთვის დაახლოებით რუსთაველის თეატრის მოპირდაპირ მხარეს ქუჩის იქით ასე ვთქვათ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის წინ უკვე გაიხსნება ვარსკვლავი. ვარსკვლავი, რომელსაც ეწერება თემურ ქერხიშვილი ანსამბლი დარიალი. ასე რომ დღეს ნამდვილი ზეიმია ქართული ხალხური ფოლკლორისთვის და ხელოვნებისთვის. მადლობა მარიგა ბაკურაძე გვერდებოდა პირდაპირ ეთერში და ბატონმა თემურმა თქვა რომ ახიათ ჩემს რომ მართლაც ახიათ თქვენზე ეს ვარსკვლავი და უფრო მეტ ვარსკვლავს იმსახურებთ. მადლობა იმ საქმისთვის, რომელსაც აკეთებს და შეაყვარეთ ძალიან ბევრ ადამიანს ქართული ფოლკლორი. მართალი ხარ თონიკე, სულ რამდენიმე ადამიანი შეგვიძლია დავასახელოთ, რომელსაც ამდენი აქვს ხალხური სიმღერისთვის გაკეთებული და მე მიხარია რომ ისე აქტიურად ეწევა ახალგაზრდების აღზრდას ბატონ თემური. გილოცავთ ბატონ თემური, თელიფული საღამოს მოგილოცავთ თეატრში. ბატონ თემური, მეც გილოცავთ და ახია თქვენზე გავიმეორებ თონიკეს სიტყვებს და თქვენ სიტყვებს ზაფხულია მეტნაკლებად ნაყინს ვეტანებით მოსახლეობა და ახლა ნუცა ბაიაძე გვასწავლის როგორ გავაკეთოთ მარწყვისა და ჟოლოს დესერტი ამ შემთხვევაში ბარამბოს ნაყინით. რუბრიკის სპონსორია ახალი ნაყინი ცოცხალი ხილით. პირველად საქართველოში, მხოლოდ ბარამბოსგან. მარწყვის და ჟოლოს დესერტი გემრიელი სადილის საუკეთესო დასასრულია. მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 500 გრამი ნაყინი, მარწყვი გასაფორმებლად 250 გრამი ჟოლო, 100 გრამი შაქარი, 3 ცალი კვერცხი, 250 მილილიტრი 30%-იანი ნაღები, 6 გრამი ჟელატინი, 300 გრამი ორცხობილა, 120 გრამი კარაქი. პირველ რიგში ორთქლის აბაზანაზე ამოვიყვანოთ გოგლი-მოგლი. ვთქვიფოთ მანამ სანამ მასა თეთრი და ფუმფულა არ გახდება, ხოლო ნაღები ამოვიყვანოთ შესქელებამდე. შემდეგ ორივე მასა შევურიოთ ერთმანეთს და დავამატოთ დაახლოებით 120 გრამი დაბლენდერებული ჟოლო და დარბილებული ჟელატინი. ცოტა ხანს გადავიტანოთ მაცივარში. პარალელურად კი დაბქულ ორცხობილას მოვასხათ გამდნარი კარაქი და კარგად გადავურიოთ. მოვათავსოთ სასურველ ფორმაში და დავდგებნოთ. ცოტა ხანს ესეც შევდგათ მაცივარში. როდესაც ორივე გაგრილდება, ფორმაში მოვათავსოთ საკონდიტრო ლენტა და ჩავასხათ ჟოლოს მუსი. დაახლოებით 20 წუთით კვლავ შევდგათ მაცივარში.
როდესაც საბოლოოდ შედგება დავამატოთ ნაყინის ბურთები და გავაფორმოთ ჟოლოთი და სურვილისამებრ მარწყვით. მარწყვის და ჟოლოს დესერტი ბარანბოს ნაყინით მზად არის. გემრიელად მიირთვით. რუბრიკის სპონსორია ახალი ნაყინი ცოცხალი ხილით. პირველად საქართველოში, მხოლოდ ბარანბოსგან. იმედის დღე დაბრუნდა პირდაპირ ეთერში ახლა მედიცინის დროა ჩვენთან. ნიუ ჰოსპიტალის სარაჯიშვილის სახელობის ნევროლოგიის ინსტიტუტის ინიციატივით ინსულტის 3 ნიშნის შესახებ ცნობიერების ამაღლების კვირაულს ჩაეყარა საფუძველი. მართლა ძალიან მნიშვნელოვანია რომ დავიმახსოვროთ ეს 3 ნიშანი თითოეულ წამს აქვს მნიშვნელობა ინსულტის დროს. მოდით ახლა ვნახოთ საინფორმაციო რგოლი და შემდეგ გავაგზავნოთ ჩვენ სტუმრებთან ერთად საუბარი. იცი რა არის ინსულტი და რა შედეგები აქვს ადამიანის ჯანმრთელობისთვის? ინსულტი თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევაა, რაც აზიანებს ტვინის ქსოვილს, იწვევს მძიმე უნარშეზღუდულობას ან სიკვდილს. მსოფლიოში ყოველ 2 წამში 1 ადამიანი ავადდება ინსულტით, რაც ყოველწლიურად 15 მილიონ ადამიანს უდრის. საქართველოში კი ყოველწლიურად ინსულტით დაავადებულთა რიცხვი 3600-ია. ინსულტით დაავადებული ადამიანების 1/3 იღუპება. ხოლო 1/3 აწუხებს მუდმივი მძიმე უნარშეზღუდულობა. ინსულტი შესაძლოა იყოს იშემიური ან ჰემორაგიული. ყველაზე ხშირი იშემიური ინსულტია. როდესაც არტერიის თრომბით დახშობა ხდება და ყოველ 1 წუთში 2 მილიონი ნეირონი ნადგურდება. თუმცა დაავადებიდან 3 საათში თრომბის დასაშლელი მკურნალობის, იგივე თრომბოლიზისის დაწყება ამცირებს სიკვდილის და უნარშეზღუდულობის რისკს. ამიტომ დაიმახსოვრე ინსულტის 3 ნიშანი და იჩქარე თუ რომელიმე შენიშნე. S. სისუსტე კიდურებში. A. ასიმეტრიული სახე. M. მეტყველების დარღვევა. I. იჩქარე. პაციენტის გადასარჩენად იმოქმედეს სწრაფად. დარეკე 112-ში. დაგვიანებული მკურნალობა იწვევს მუდმივ უნარშეზღუდულობას. ხოლო ინსულტის ცენტრში პაციენტის სწრაფად გადაყვანის შემთხვევაში შესაძლებელია თრომბოლიზისით მკურნალობა, რაც დაიცავს ტვინის ქსოვილს მძიმე დაზიანებისგან. დაიმახსოვრე ინსულტის 3 ნიშანი და იჩქარე. სწორედ ამ თემაზე ჩვენ უკვე სტუმრები ყავს სტუდიაში, მე მინდა ისინი წარმოგიდგინოთ თქვენ ბატონი თემურ მარღანია, ნიუ ჰოსპიტალის ნევროლოგიის და ნეირორეაბილიტაციის განყოფილების ხელმძღვანელი, სალომე გელუტაშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის 112-ის წარმომადგენელი და სოფიო ლებანიძე, PSP-ს დაზღვევის გენერალური დირექტორი, ინსულტის 3 და თრომბოლიზის შესახებ საუბრობთ დღეს. და ბატონ თემურ, დავიწყებთ თქვენით, რამდენად მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ზოგადად ინსულტი ჩვენთვის? მოგესალმებით. ინსულტი, ამ კითხვაში პასუხი ძდევს, ბუნებრივია. ინსულტი ძალიან სერიოზული პრობლემაა, სერიოზული ტვირთია, როგორც ინსულტი დაავადებული ადამიანისთვის, ასევე მისი ოჯახისთვის და ზოგადად საზოგადოებისთვის და სახელმწიფოსთვის. მე არ გავჩერდები ხა კლიპში კარგად იყო ნაჩვენები და ვიზუალურად წარმოჩენილი ინსულტის ტიპები და რას წარმოადგენს ინსულტი. უბრალოდ ცოტა განვავრცობ აი ინსულტის დრამატულობას საზოგადოებისთვის, ქართული საზოგადოების, საქართველოს საზოგადოებისთვის. ჩვენთან წელიწადში დაახლოებით 3600 ან მეტი ახალი ინსულტი ხდება. აქედან მათი უმრავლესობა 80%-ზე მეტი არის იშემიური ინსულტი, ანუ სიზარღვის თრომბით დახშობის შედეგად განვითარებული ინსულტი. ეს არ არის პატარა ციფრი, საკმაოდ დიდი ციფრია და იმის გათვალისწინებით, რომ ინსულტს ახლავს მაღალი სიკვდილიანობა სამწუხაროდ, შემდეგ როგორც გამოსავალი მაღალი უნარშეზღუდვა ფუნქციური, ეს ძალიან დრამატულია. თუმცა ექვემდებარება ხშირ შემთხვევაში აღდგენას, ხო? აი, აღდგენას და მკურნალობაზე რომ ვისაუბროთ, რა მეთოდები არსებობს მკურნალობისთვის? მკურნალობის მეთოდები, სამკურნალო მიმართულებები შემიძლია აი 3 ძირითად მიმართულებად გამოვყო. ეს არის უმწვავეს პერიოდში მკურნალობა, პირველ საათებში მკურნალობა, როდესაც შეიძლება უკუქცევა ინსულტის ან ინსულტის შეჩერება, მხოლოდ
თანამედროვე მედიცინაში ეს მხოლოდ ამ პერიოდშია შესაძლებელი. მეორე მიმართულება ეს არის განმეორებითი ინსულტის პრევენცია, რომელიც გულისხმობს ჯანმრთელი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებას და მიმდევრობას და გარკვეულ მედიკამენტებს, კონტროლს წნევის, დიაბეტის, ქოლესტერინის და ასე შემდეგ. მესამე მიმართულება არის რეაბილიტაცია. რას გულისხმობს ზოგადად ინსულტის მიმართ ცნობიერების ამაღლება? ეს ყველაფერი იქნება დაზღვეული ალბათ, ხო? თუ უფრო მეც ვისაუბრებთ ამ მიმართულებაზე. და გეტყვით სამი რას გულისხმობს, ხო? სამი ეს არის ცნობიერების ამაღლებაზე მიმართული. ჩვენ დავრწმუნდით, რომ უკაცრავად რაღაცა უცებ ვერ გავიგე კითხვა. ეს ჩვენ დავრწმუნდით, რომ სამწუხაროდ საქართველოში და თბილისის, კერძოდ თბილისის კლინიკებში მომართვიანობა არის ძალიან დაგვიანებული. ანუ ის პირველი ყველაზე ეფექტური მეთოდი კურნალობის, როცა შეიძლება ინსულტის შეჭრება ან უკუქცევა ან გადარჩეს, რასაკვირველია ამ ვადაში არ ხდება ძირითადი ნაკადი პაციენტების მოყვანა. ძალიან მცირე ნაკადი მოდის ამ პერიოდში. ამიტომ ჩვენ გვინდა რომ ამის ძირითადი მიზეზი არის ის, რომ მოსახლეობამ არ იცის როგორ ამოიცნოს სწორად ინსულტის პირველი დამდგარი ნიშნები, ის სამი ნიშანი და როგორ მოიქცეს შემდეგ. სამი ნიშანი ეს არის ცნობილი ინგლისურენოვანი აბრევიატურის FAST ქართული სლოგანი, რომელიც ჩვენ გადმოვაქართულეთ, ეს არის სისუსტე კიდურებში, ასიმეტრიული სახე და მეტყველების გაძნელება. I ნიშნავს იჩქარე, იჩქარე ნიშნავს დარეკე 112-ში. მე მინდა მივმართო ჩვენს მოსახლეობას, რომ როცა აი ამ ნიშანს, აი ამ სამ ნიშანს შეატყობთ თქვენ ოჯახის წევრს, ან გვერდში მდგომ ადამიანს, მაშინ ყველაზე პირველი რაც უნდა გააკეთოთ, ეს არის დარეკოთ 112-ში. შემდეგ შეიძლება განახორციელოთ ზარი ნათესავთან, ნაცნობ ექიმთან. მაგრამ მოდი დღეს 112-ის ჩართულობაზე ვისაუბროთ. 112 როგორ არის ჩართული ამ კამპანიაში? გასაგებია რომ რეკავენ, მაგრამ რაღაცა კიდევ სხვა ხო ხდება. დიახ. მოგესალმებით პირველ რიგში ბატონმა თემურმა კარგად აღნიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია 112-ის ჩართულობა აღნიშნულ კამპანიაში. ეს ნამდვილად ასეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი 112 მოუწოდებს მოქალაქეებს ინსულტის სამი ნიშნის აღმოჩენის შემთხვევაში იჩქარონ დროულად დაუკავშირდნენ 112-ს და რეკონ 112-ზე საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან 24 საათის განმავლობაში ჩვენ მოქალაქეებს თავაზობთ მრავალფეროვან დაკავშირების არხებს, როგორიც არის მობილური, ფიქსირებული ტელეფონი, მობილური აპლიკაცია, SMS და ვიდეოზარის სერვისი სპეციალურად ყრუ და სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის. ამიტომ აუცილებელია და მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოქალაქემ გაიაზროს, რამდენად მნიშვნელოვანია ამ დროს 112-ზე დარეკვა და ჩვენ გვჯერა დროული რეაგირებით გადავარჩენთ არა მარტო ჩვენი, არამედ გარშემო მყოფების სიცოცხლეს. ძალიან მნიშვნელოვანი. ქალბატონ სოფიო, რამდენად ანაზღაურებს სადაზღვევო კომპანიები მკურნალობის ხარჯებს? პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა და ძალიან გვიხარია, რომ PSP დაზღვევა ეს არის სადაზღვევო კომპანია, რომელიც ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგავს. იყო საუბარი იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სიჩქარე, რაოდენ მნიშვნელოვანია მკურნალობა, დროული რეაგირება ყველა ასეთ შემთხვევაზე, მაგრამ მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქეების ფინანსური დაცულობა, როდესაც ასეთი ტიპის პრობლემას წაწყდება ნებისმიერი ჩვენთაგანი. არსებობს რა თქმა უნდა სახელმწიფო პროგრამები, რომელიც არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც ფარავს მოსახლეობას ამგვარი რისკებისაგან, მაგრამ ამ რისკების გადაზღვევა და უფრო მეტი ფინანსური გარანტიების შექმნა არის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი და სწორედ აქედან გამომდინარე PSP დაზღვევა შეიმუშავა სრულიად ახალი პროდუქტი, რომელიც სწორედ რომ ინსულტთან მიმართებით იცავს თითოეული მოქალაქის ფინანსურ ბოლომდე ფარავს იმ ხარჯს, რითიც შეიძლება ადამიანმა. ეს არის არა მხოლოდ ის, რომ სადაზღვევო პროდუქტი ფარავს ინსულტის მკურნალობას, არამედ ეს პროდუქტი ფარავს გეგმიურ ამბულატორიულ ვიზიტებს, რაც მნიშვნელოვანია დაავადების პრევენციის და თავიდან აცილების მიზნებისათვის. რა თქმა უნდა, ფარავს თრომბოლიზის, რომელიც არის მკურნალობის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი და ბოლოს, იმ შემთხვევაში, თუ ასეთი მდგომარეობა დადგა და პაციენტი არის უკვე პოსტინსულტურ პერიოდში, მნიშვნელოვანია მისი რეაბილიტაცია და სადაზღვევო პროდუქტი ფარავს სწორედ რეაბილიტაციის მომსახურებასაც. შვენიერ. ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენი სტუმრები, ჩვენ გემშვიდობებით ხვალამდე. კარგად ბრძანდება. დარეკეთ პისიერეთ 112-ში თუ შეგეხოთ ნიშნებმა. 2 საათზე იწყება ქრონიკა. ნახვამდის.
ყველაზე სიმპათიურია.